მოგესალმებით. გახლავართ გოგო ჭუმურიძე. ეს ჩემი მეორე სტუმრობაა თქვენ სტუდიაში. ამჯერად მინდა გესაუბროთ ლექსების ციკლზე, რომელსაც უწოდე მეფეთა წიგნი. წინა შეხვედრის დროს მე ვცადე ამეხსნა, რომ კონვენციური ლექსი არის გამახსოვრების კარგი საშუალება. ასევე ვთქვი, რომ მისი წარმოშობა უნდა უკავშირდებოდეს ზეპირსიტყვიერების ხანას, როცა გარითმული ლექსით დიდი ინფორმაციის თავში დატევა იყო შესაძლებელი. ამდენად მექანიზმი, რომელიც მოქმედებდა იმ შემთხვევაში, ხო დღესაც საჭირო გახდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ინფორმაციით გადატვირთულ საუკუნეში ვცხოვრობთ ჩვენ და ამ დროს ილიას ნათქვამი რომ გავიცნობ, ილიას არ ამბობენ, რომ ლეიბნიციდან გაგვაქართულა მან ასეთი რამე, აც პოშობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა. მე მომხრე ვარ იმისი, რომ ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და ასეთი სლოგანიც მაქვს, ასე ვთქვათ, თუ წინსვლა გინდა, წინ უნდა იყურო. იმიტომ რომ მალიმალ უკანმოწყერალი კაცი მალიმალ წამოკრავს ფეხს რამეს, მაგრამ არ არის აუცილებელი უკან ვიყუროთ, აი უკან ხელი უნდა გქონდეს რაღაცაზე ჩაჭიდებული, უნდა ვგრძნობდეთ ჩვენი ხერხემლის ტვინით, უნდა ვგრძნობდეთ ჩვენ წარსულს, რომ მომავალში მცდარი ნაბიჯი არ გადავდგათ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა წინსვლის დროს უნდა დავეხმარიოთ 1000 წლოვანი, რამდენიმე 1000 წლოვანი ჩვენი წინაპრის გამოცდილება, რომელიც იყო წარმატებული გამოცდილება. შეიძლება ჩვენ დღეს კონტინენტებს არ ვფლობთ, ასე ვთქვათ, და გამფენილები არა ვართ დიდ სივრცეებში, მაგრამ ურთულეს ადგილზე, ულამაზეს ადგილზე ძალიან მცირე რაოდენობით, იმიტომ რომ სადღაც დაახლოებით 103 მილიონის პარკლებში ვიყავით ოდიგდან, რაც ისტორიას ახსოვს და შევძელით თავის დანარჩუნება მაშინ, როცა იმპერიები აღიკავენ პირისაგან მიწისად, დიდი ამბიციური იმპერიები ამასობაში. ანუ ჩვენ მოვინელეთ ისტორია და ისტორიის ქარტეხილები. ეს გამოცდილება დღეს, როცა ძალიან აჭრელდა ქვეყანა და ძალიან ბევრი ფასეულობის ერთბაშად გადაფასება გვიწევს ჩვენ და მართებულად გვიწევს გადაფასება, იმიტომ რომ ჩვენ 200 წელი არათავისუფალმა განვითარებამ ჩვენი მეომრის და კულტურის რაღაც ჩარჩოებით, რაღაც ხანდახან გამოგონილი, ხანდახან ხელოვნურად განკაცრებული ვითომ ტრადიციებით შეუბორკა და ჯერაც არ აქვს კარგად გააზრებული, რომ თავისუფლები ვართ უკვე ჩვენ. ქართველის თავისუფლება არ ნიშნავდა ჩაკეტილობას, არ ნიშნავდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთი მონაკვეთი ვიყავით, საინტერესო მონაკვეთი საქარავნოცის, აი სტრაბონი რომ იძახის, რომ ძველ პოტში 60 ენაზე მოლაპარაკე ხალხი იკრიბებოდა. 60 ენაზე ლაპარაკობდნენ ალბათ ბაბილონის გოდურის მშენებლები და დაინგრა ის გოდური და ჩვენ შენდებოდით და წინ მივიდოდით, რაღაც საოცარი გამოცდილებები ჰქონდა ჩვენ სხვა კულტურებთან ურთიერთობის. ეს დღეს კულტურათა დაპირისპირების, სამედისწერო დაპირისპირების პირობებში შეიძლება საქრესტომათიო გამოცდილებათაც კი ვთქვათ ჩვენ. ამიტომ ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ დღეს, როდესაც ხანდახან რაღაც დასავლური იქნება თუ აღმოსავლური რაღაც ფასეულობებს გამოვეკიდებით ხოლმე, მაშინ როცა ანტას რო გამოვეკიდებით, მაშინ როცა თურაშაურობა იწყდება საკუთარი, ხო? აი ამაში ჩემი პატარა წვლილის შეტანა მომენდომე ამ ფორმით, ისევ კონვენციური ლექსით, იოლად დასამახსოვრებელი ისტორიული ფრაგმენტები ჩვენი წარსულიდან. მივაბი ეს ცხადია მეფეებს, იმიტომ რომ ისინი იმ ეპოქის ცენტრალური ფიგურები იყვნენ და მაშინდელი ისტორიოგრაფია მათ გარშემო კინძავდა ყველაფერს, ყველა ამბობს და ასე პირველად შეიქმნა ქუჯის ლექსი. ქუჯი ჩემთვის არის ძალიან საინტერესო პიროვნება, ახლა როდესაც ანალიტიკური ტვინით შეეცდები ის მწირი ინფორმაცია, რაც ქუჯის შესახებ და ფარნავაზის შესახებ გააქვს, და რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე მიდიხარ. ჩემი ლოგიკური დასკვნა ასეთი იყო, რომ ასაკოვანმა კაცმა, რომელიც მართავდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ეგრის
საკმაოდ წარმატებულ სამთავროს. გამოიჩინა ინიციატივა და ვფიქრობ დააფინანსა კიდეც თანამედროვეობით რო ვთქვათ, აი საგანძური, რომელიც ირემმა აპოვნინა ფარნავას, მე მგონია, რომ იყო ქუჯის მიერ გაღებული წვლილი იმაში, რომ საქართველო გაერთიანებული იყო რეალურად. ასე შემოვინახა მითმა ის თანხა, რომელთაც ფარნავასმა იშოვა ჯარი და შეძლო აზონის განდევნა და შემდეგ რაღაც სამთავროების შემოერთება. დამოუკიდებელი და ძლიერი ეგრისის სამეფო თანახმა გახდა რატომღაც თავისი ნებით, რომ შესულიყო ამ სამთავროების გაერთიანებაში, თუმცა ავტონომიები ჰქონდა დატოვებული ცხადია. მაგრამ ამაში მე ამოვიკითხე ქუჯის სიბრძნე, რომ რაღაც ამბიციაზე უარი ეთქვა, როგორც მთავარს და სამაგიეროდ გადაერჩინა ერთი დიდი ფასეულობა, ის საერთო კულტურული გემი იქნება ეს ჯიში ჩვენი ენა იქნება საერთო სულიერი სამყარო. ამ ერთობამ გადაარჩინა ცალ-ცალკე ალბათ ესენიც ისევე განადგურდებოდნენ, როგორც არაერთი ერი და ტომი განადგურებულა დედამიწის ზურგზე. ამიტომ პირველი ლექსი მიეწუნა ამას, ანუ ჩემი ხედვა ჩავდი ამაში და პლუს კიდევ გამოვიყენე რამდენიმე ლამაზი მეგრული სიტყვა ამისთვის, რომელიც ძალიან ბუნებრივად ჩაეწერა ქართულ ლექსში ჩემი აზრით. შემდეგ ეს იყო ფარსმანის ლექსი. ისტორიული წყაროები რამდენიმე ფარსმანის ამბებს მიაწერენ ხოლმე ერთმანეთს და მე ფარსმან ყველთან გავბედე და დავაკონკრეტე, რომ ესეც ფარსმანმა გააკეთა და ისიც. ჩემი ლოგიკით ეს შეიძლება სადავო იყოს ისტორიულად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საპირისპირო არგუმენტიც არ ჩანს. და ასე შეიქმნა ფარსმანის ლექსი. რატომ ფარსმანის? ფარსმანი იყო ადამიანი, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა ძალიან უცნაური ფრაზით. ორ წყაროში არის ეს ფრაზა გაჟღერებული და შინაარსით ერთი და იგივეა, თარგმანში ცოტა სახეცვლილი არის. ახალ მახსოვს წყაროები, მაგრამ ასე ეთყოდა ხოლმე ჯარს, უпростоრეთ პარტიის ჯარი უნდა ანახა, თავის ჯარს უთხრა, ისინი მრავალრიცხოვანი იყვნენ ძალიან და ამან უთხრა, ახლა ლომნო ძვინვარენო ცხოვარნი დასეტყვილი. ახლა წარმოიდგინეთ ფსიქოლოგია მეომრის. ლომი ინაც ერთი იყოს და იქითკენ მილიონი ცხვარი იდგეს, ეს შეტევაზე მიდის. ამისთვის იმის სიმრავლის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ ეს არის ლომი. მეორე წყაროში უფრო პრაგმატიულია ის უცხოური წყარო, უფრო ამ მეტაფორას უარყოფს და ასეთნაირად გამოთქვამს, რომ ახლა ჩემო მამაცო მებრძოლო, აქეთ ვაშკაცებია და იქით საშოვარია. ანუ მტერი, რომელიც შენ ჩასანთქმელად მოვიდა, ბევრი რუარი კარგია, იმიტომ რომ ბევრ საჭურველს დააყრევინებ იმას. პირიქით. აი ამ ფსიქოლოგიით რო ზრდი და ის ჯარს, აი ეს საოცარი ფენომენი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში მე მოგუდებს ჩვენ. ამის წინ ვინ თქვა მსგავსი რამე, მე არ ვიცი, ფარსმანი იყო პირველი წყარო და ჩემთვის როგორც საბრძოლო ხელოვნების პროფესორისთვის ეს მომენტი იყო ძალიან საინტერესო. ხირაზე აყენებს ფსიქოლოგიას, აი მცირერიცხოვანი ჯარი დგას, უბრალოდ არის ესეთი გადმოცემა, გოლიათი რომ დაინახავ. დავითმა რა უნდა ეთქვა, ის ძალიან დიდი იყო თანად. იმხელა არის, როგორ უნდა აცილო შურდულის ყვა. ანუ იმის სიდიდე ამას სიკეთეთ უნდა რომ გაიაზროს, როგორც მეომარს. იმხელა არის, რომ არ აცდება ყვა. შემდეგი იყო ვახტანგის ლექსი. ახლა მე მქონდა ასეთი ხაზი აღებული, რომ ის მეფეები უნდა შემომეყვანა სალექსო სივრცეში, რომლებზეც მანამდე არ იყო ლექსები დაწერილი და რაღაცნაირად მეჩვენებოდნენ, რომ უსამართლოდ იჩაგრებოდნენ ისინი ჩვენი პოეზიისგან. არის ამოჩენილი მეფეები, რომლებზეც ლექსების წერა უყვართ. ფარსმანზე და ქუჯიზე არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, მე გულწრფელად მეგონა, რომ პირველად დავწერე ეს ლექსები. რაც შეეხება ვახტანგს, ვახტანგი ერთ-ერთი საყვარელი მეფე არის და ბევრი ლექსი დაწერილა, მაგრამ ვერ ავუარე გვერდი, ამ შემთხვევაში ხარკი გავიღე მეც ჩვეულებრივი მის მიმართ და ვახტანგის ლექსიც. ყოველ შემთხვევაში ახლა როდესაც ლექსი მოდის დასაწერად, თრათ ვერ მართავს ამას ავტორი.
ასე მე საკმაოდ ისეთი მატერიალისტური ხედვები მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა რაღაცა საოცარი და ზებუნებრივი ხდება. არ არის შენზე დამოკიდებული ის თითქოს გამტარი ხარ, თითქოს ჩვეულებრივი მექანიკური საწერი მოწყობილობა ხდები ამ დროს და უნდა გაატარო საიდანაც რაღაც მოედინება და შენი ვალი არის რომ დააფიქსირო ეს, რომ მეორედ აღარ განმეორდება და უნდა მოსწრო და დაწერო. ასე შემოვიდა ამ გალერეაში ვახტანგი. შემდეგი იყო თამარის ლექსი. თამარის ლექსი გავლექსე ისტორია, რომელიც არ მიყვარს მე პირადად. ესეთი უცნაურია, მაგრამ აქაც არ მკითხა მუზამ ასე ვთქვათ, ხო და მე დამაწერინა არა ის, რასაც ის გამოც მე მიყვარს თამარი, არამედ ის ხალხური თქმულება, რომელიც არ მიყვარს, რომლის თანახმადაც 9 კუთხით წაიღეს მისი ოქროს კუბოები და რომ ვერავის ვერ გაეგო სად იყო, მე ამ ეს კუბოები მიაბარეს მიწას, მე თავები დაიხოცესო, რომ არ წამოწდებოდა თუ ეს შემზარავი ისტორია ქართულმა ხალხმა ერთი მხრივ ვთქვათ, აი თავდადებას აღწერს, რა თავდადებითაც თამარი უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ საქართველოში, მეორე მხრივ ძალიან მძიმე და სასტიკიანი, მაგრამ բոլ შემთხვევაში რაღაცა ემოცია იყო და დაიწერა ეს ლექსი. დაიწერა შემდეგი მეფე უარსაბ პირველისა. საოცარი ადამიანის, რომელიც ცხენიდან არ ჩამოსულა ათეული წლები და მისმა საოცარმა ნებამ, აი ეს არის ის ფასდაუდებელი წვლილი, რომელიც დღესაც ჩვენ აი ლენინური მემკვიდრეობის გამო ანტიმონარქიული განწყობილებები რო გვაქვს, ვერ გაგვიაზრებია რას ნიშნავდა ბაგრატიონთა აი ეს ნება უხრევი, რომ საქართველოს იარსება. წესით უნდა დანებებული ყვა და ვინჩარი არ აკყავს მეურნეობა მოშლილია, ძალიან ცუდი მემკვიდრეობა გერგო და ძალიან ძლიერი არის შენი მეზობელი იმპერია, რომელსაც უნდა რომ გადაგტლაფოს. მაგრამ აი ამ უტეხნებამ პარტიზანულმა ბრძოლებმა დაუღალა მუხრჩა უხრელობა. მოიტანა ის, რომ იმდენად მოასულიერა სახელმწიფო, რომ მე იქ დელისიმონი გამოჩნდა მე. შემდეგი ლექსი დელისიმონზეა. ის აღწერებს ამ ხაზს. ათასნაირი დამოკიდებულება არის მის მიმართ, მაგრამ მე როგორც საბრძოლო ხელოვნების მკვლევარს ყოველთვის ავმანთებს მისი პიროვნება, რომელსაც აი ესეთი ხასიათი ჰქონდა. შევიდა მტრის განლაგებაში, უცხო სახელი დაათვალიერა იქაურა. რომ გამოვიდა გარეთ ერთი სცენის გარბენის მანძილზე, აქედან დაუძახა დასცინა, რომ ვიყავი და ვიციო სად რა გიდებთო და აი ახლა ნახეთ გამოვიდა. ანუ ფსიქოლოგიურ სანამ ჯარს მეუშვებდა, ფსიქოლოგიურ ზეწოლას აწარმოებდა მას, ესეთი კაცი იყო. თუ არა ვწდები ისტორიკოსებმა მაპატიო, მაგრამ დიდი შეცდომა არ მოუღია, სადღაც 35,000-იანი გარნიზონი დგას თურქების. და სიმონო გადაწყვიტა, რომ უნდა გარეკოს ესეთი და უხმო ქუდზე კაცს. 4,000 კაცი რომ მოგროვდაო, დანარჩენს აღარ დაელოდა. და შეტევაზე გადავიდა, სულ სწრაფი იყო, აი დელისიმონი, იმიტომ დაარქვეს თურქები, მაგრამ ხო იცოდნენ რა ხასიათი ჰქონდა. შეტევაზე რომ გადავიდა, შეეშინდა და გაიქცა. სამხედრო ყველა კანონების და ხელოვნების და ყველა წესის და იმის თანახმად მე მგონი გარნიზონში გამაგრებულს 1-10-თან ჭირდება შემტევი და 4,000 რო შეევროვა, ვეღარ მოითმინაო, სულმა წასწრია და გადავიდა შეტევა. ეს იმდენ რამეს ხსნის ქართულ ხასიათში, რომ მას ცალკე ანალიზი ჭირდება ალბათ, ჩვიანი და დაბრძენებული ანალიტიკოსების. სიმონის მერე დაიწერა მეფე უარსაბის და ერეკლეს ლექსი არ მოვიდა როგორც ერეკლეს ლექსი ჩემთან, იმიტომ რომ ერეკლეს შეყვარებული მეფე არის ქართველების ხშირად წერენ ლექსებს, მაგრამ როგორც საბრძოლო ხელოვნების მკვლევარმა გავასულიერე მისი ხმალი. წარმოვიდგინე, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში არადა 100 ბრძოლა აქ ამ კაც თითქმის მოგებული საოცარი ერთმა თაობამ 100 ჯერ შეჭდა ცხენზე წავიდა და ერთმა თაობამ 100 უიმოიქ შეიძლება პატარები იყვნენ, ისინი შეიძლება რაღაც თანამედროვე საომარი მასშტაბებით სასაცილოც მოგვეჩვენოს ზოგიერთი, მაგრამ ერთი ფაქტი იყო, ყოველთვის უტერი იყო მეტი მეწყობილად. და ერეკლე ახერხება ის საბედისწერო ბრძანის ის ბრძოლაც კი რაღაც შემთხვევებები მომხდარიყო. თითქმის 7-ჯერ თუ 8-ჯერ აღმატებული მტერი დაიფრინა, ხო? თავიდან. და აი იმ ხმალზე, რომელმაც ივაშკაცა და არ გაუთხრა მეფეს გადამწყვეტ მომენტში, აი იმაზე დავწერე ლექსი.
სხვათა შორის ამ ლექსს მე გაგრძელება ქონდა საინტერესო უცხოეთში მოღვაწე შესანიშნავი შემოქმედი არის მეიარაღე კაცი გოჩა ლავიძე, რომელმაც რამდენიმე საოცარი აბჯარ-საჭურველი შექმნა და იქაური მუზეუმები რიგში არიან და დაწიაობაზე არიან ამ ნამუშევრებზე. და საქართველოს ნოსტალგიამ რამდენიმე ის გააკეთებინა ხმალი და მთხოვა რომ ერეკლეს ხმალზე ლექსი რო გააქვსო, მინდა რომ წარწერა გავაკეთო და 3 ლექსისთვის მთხოვა და 3 ლექსი შეგვერთით მაქვს დაწერილი. ბაგრატიონების გორდახმლის ოქროზარნიშიანი ჭოლაურის და ვერცხლის ზარნიშიანი ჭოლაურის დაწერა ეს ლექსი. რაკი რამდენიმე ვილაპარაკე მეფეთა წიგნზე ნიმუშად თუ ავტოგრაფად როგორ ქვია ამას თან წავიკითხავ ერთ ლექსს ეს არის ლექსი სოლომონ პირველზე 22 წლის ბიჭი იყო სოლომონი რა დამაწერია ეს ლექსი და დამაწერია ჩემმა სინდისის ქენჯნა ხრესილის ომი არის საოცარი ომი რომელიც მე ისე ვისწავლე საქართველოს ისტორია რომ ამას ერთი სიტყვით თუ ახსენებდა მე რომ რაღაცა ხრესილში რაღაცა ომი მოხდა ამ დროს რა ხდება დასავლეთ საქართველოა დასავლეთ საქართველოში დღესაც კი და მაშინაც უნებრივად ასე იყო 2/3-ზე მეტი არის საქართველოსი რიცხობრივად თავმოყრილი და ის ისტორია რაღაცნაირად ისე არ არის გაშუქებული მართული ხრესილის ომი იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოსმალოს ეროვნული მთავრობა მიყავდათ გოგობიჭები ტყვეთა სიტყვა იყო გახურებული ვაჭრობის საგანი იყო ადამიანი მოკლედ და ამაში სამწუხაროდ მონაწილეობდა დედის მხრიდან ოჯახი თვითონ მეფე სოლომონის 22 წლის მაწვილი კაცი რომელსაც დღეს სერიოზულ საქმეს არავინ ამდობს იყო საქართველოს 2/3-ის მეფე თითქმის უпроსორეთ გურია აჭარა აფხაზეთი არ იყო და სამეგრელო ცხადია მის იმაში მაგრამ ამ ბრძოლაში მის გვერდით დადგნენ რა იყო საოცარი იმიტომ რომ აი უყურეთ თქვენ მთავრები თითქოს ხო ბიზნესის საგანი იყო ესა მაგრამ რაღაცნაირ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ხო ხელმძღვანელები ვინც იყვნენ ამ სამთავროების ამ ჯიშიანი ქართული გოგობიჭების გადინებაზე და განიცდიდნენ ამას ვიღაცისთვის ეს ბიზნესი იყო სამწუხაროდ ეპისკოპოსიც კი იყო ჩართლებული იმ დროსაც თვითონ დედას რაღაც ინტერესები ჰქონდა სოლომონისას და დედის მამას ბაბუას რომელიც თურქის ჯარის ერთ-ერთი გენერალი იყო ასე ვთქვათ ხრესილის იმის მხარეს იბრძოდა აბაშიძე ხო და აი 22 წლის ბიჭმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა ამისთვის გამოვიდა თაბანაკდა ხრესილში მოუწოდა ქართველებს და 4000 ქართველი გლეხი და ნუ მისი პირადი სკარებუცა მოგროვდა ბრძოლის ველზე მეორე მხარეს დგას მე არ ვიცი ახლა ციფრებზე დავუგან ხოლმე მაგრამ ერთ-ერთი წყარო ასე აღწერს 12000 იანიჩარი იყო თურქი პროფესიონალი სამხედრო რომელსაც დაცლობებული ყავდა უკვე საკმაოდ დიდი ტრადიციები ჰქონდა ამ დროისთვის მთელი ევროპა გადათხერილი ყავდა თურქეთს კაცური პოლონეთში იქნებოდა ხალხს გერმანია დაიფრინეს იქ ავსტრია უნგრეთი საბერძნეთი გადავლილი აქვთ უკვე აი ეს გამოცდილების ჯარი უდგას ამ სამხედრო წვრთნის და წყობის გამართულობის ასე ორგანიზების რაც სამჯერ მეტი მარტო ეს არის იმ გლეხებზე რომელსაც შეიძლება ცელის და ანგლის მეტი არაფერი ჭერიათ ხელში ის თაობა არის წამოსული და არაპროფესიონალმა უნდა გაუწიოს სამჯერ მაგრამ ამ 12000 ემატება 12000 ჯორზე ამხედრებული მეთოდე რომელმაც ერთი ზალბით უნდა გაანადგუროს შენი ჯარი ცალკე 12000 და დაახლოებით იყო 20000 დაკირავებული ლაშქარი კიდე 44000 გამოდის და სადაც 45000-მდე გამოდის სამწუხაროდ ჩვენი მხრიდან ამ ტყვეთას ყიდის სასარგებლოდ იქით ამ მხარეს მებრძოლ ქართველებიანად და მზად არის სოლომონი რომ 4000 კაცით დაიწყოს ომი რა საიდუმლოება იყო რა იყო ის ფარეზე რა ძალა იყო ისი იმედი ქონდა არ ვიცი მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ოტიადადიანის მხედრობა ხმლოსნები მეგრელები ჩამოვიდნენ დასახმარებლად ჩამოვიდნენ გურულები დაახლოებით 2000 კაცი ისიც 2000 იყო ეს ხმლოსანი დაახლოებით 2000 კაცი წამოუყვანიან გურიელს და
საციხაურო ის იყო, რომ ესენი ძალიან კარგი კავალერისტები იყვნენ, ცხენოსნები, მეგრელები და მორქიაში, ცხენიდან კაფუაში იყვნენ გამორჩეულად სანიმუშოები, ასე ვთქვათ. და გურულები ჩამოვიდნენ იქ უკვე გურიაში იყო იარაღის წარმოება ძალიან მაღალ დონეზე თურმე. ამიტომ ყველას დამბაჩები ქონდა კამარში გაჭრილი. დამბაჩა კიდე დიდებული რავი ახლა ერთ-ორ კაცს მოიგერიებ და მე ხმალზე გადადიხარ, ხო? ეს ძვირფასი ნივთი იყო მაშინ. ასეთი რვამდე ავიდა. იქიდან გულმოცემულმა ქართველებმა 500-მდე კაცმა დატოვეს უთრის ბანაკი და გადმოვიდნენ. ანუ ფაქტიურად უთქმელად აუჯანყდნენ ისინი თავისი პატრონებს და წამოვიდნენ და ქართველებს გადმოუერთდნენ. ესეც გულისმოცემა იყო და ყველაზე ძვირფასი საქართველოს ისტორიისთვის და დღეს ალბათ განსაკუთრებით ფაქიზად და სხვანაირად გასახსენებელი 400 კაცით ჩამოვიდა აფხაზთარაზმი. და ეს სხვათა შორის სოლომონთან არც თუ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ამათ, მაგრამ საერთო მიზანმა ასე შეკრა მაშინ ქართველები უპრეცედენტო არის და აფხაზთარაზმი არა მარტო არ არის საქმე იმაში, რომ 400 კაცი იყო სულ 400 კაცმა ფაქტიურად გარდატეხა მოახდინა ამ ომში, რითი პირველი წავიდა შეტევაზე, თავის შეაგდეს მტერს, დარევა შეიტანეს თავისი მოულოდნელი შტურმით, მოხუცი ხუტუნია შერვაშიძე მიუძღოდა აფხაზთარაზმს და შეაგდა თავი მტერს, მაგრამ სამაგიეროდ აირიენ ის ჯოროსანი მეტოქეები და უკვე იმაზე რომ ვეღარ გამოიყენეს ის კოზირი მოწინააღმდეგე. ამ დროს შეფიცულებმა ზოგმა ქუთაისის გზა გადაკეტა, ზოგმა ხუთის გზა გადაკეტა, რაღაც კარგად იყო განაწილებული, ანუ ვიწროებში ჩასახდნენ და პატარა რაზმებით გადაკეტეს ეს და ამ შტურმით მე მიემატნენ მეგრელები, გურულებმა თოფები დასცეს ყველანი ერთად და ხევში გადაიჭეხა ძირითადი ლაშქარი, ისეთი მარჯვე ადგილი შეარჩიეს, რომ მიაწვნენ, ესე იგი წინანი უკან იხევენ და უკანანი კი ცვივიან იქ და ყვირიან. ამათმა არ იციან და აი ეს ნელა და მეტი წილი მსხვერპლია. აი ესე მოიგო ამ პატარა ბიჭმა ეს ომი და გადაარჩინა საქართველოს დიდ სირცხვილს, აქეთ ამ ხრი განაწილა საერთოდ. აი ამაზე დავწერე ლექსი და ახლა ეს ისტორია ცოტა ხანგრძლივი მომივიდა, მაგრამ მოვყვები რატო? მოვყვები იმიტომ, რომ მეჩვენებინა, რომ ჩემი ლექსი არის პატარა ისტორიის გაკვეთილი, ანუ ამას მიყვება ზუსტად ოღონ გალექსილად, რომ უფრო კარგად დაიმახსოვროს ადამიანმა ახლა წაგიკითხა. სოლომონისა თენდება ზამთრის ზოზინა წვარამს არ ეჩქარება კალთის აკრეფა, თუნც რიბირაბო ცის კიდურს სპარავს, ცისკრის ვარსკვლავიც მალე ჩაქრება. სოლომონ მეფის ოქროსფერ პარავს, სულგანებული გასცქერს ოგრიბა, მეფე განზრახავს აღარ აპარავს, კომლიდან კაცი ხრესილს მოკრიბა, რომ დღეს გველეშაპს, ხალხით მოვაჭრეს, 3 დღე მჩიოთ კლანჭი მოაჭრეს. აკუნა სარდალს ომში სარიგავს გამთენიისას ნიშანი მიცეს, შეუკრია თოყველა ბილიკი აგიაშვილს და ლორდ კიპანიძეს, ფოთს მიქელაძე შემოდგომია, ფიცის კაცები აია ქალაქს, ვისაც საერთოდ ომია დღეს 1/5-ზე მოსინჯავს ძალას. გვინით დალოცა მეფემ ლაშქარი და მოაფრინდა უძულ უნაგირს, შეუძახა და ხალხი აშალა ამოსაძილყვად აფთრის ბუნაგის, მიდი სოლომონ, კაცო არაკო, სიამაყეო მარად ქართველის მწეოდა ბურჯო ჩვენი ღირსების ოსმალოთაგან ვერ განათელის, სამშობლოს შენსას დღეს კიდევ ერთი საბედისწერო გამოცდაელის, იშიშვლე ხმალი, ახსენე ღმერთი გადასარჩენად ქართული გენის უნდა აღკვეთოს სირცხვილი ერის, შეუპოვარვა შენმა ბრძოლამა მიდი, ჭირიმემა გულისგერის მიდი სოლომონ. ტრისკენ გაიჭრა, რახსი დაიჭი, აღგულავს ბაბრი ფაფარი, ქეხაიაუ რახტი დაიჭი, ახლა იწყება მძაფრის ხაპარი საიერიშო, უკრავს საღვირი, ტევებარებმა შეუწყეს ვაშა შეათამაშა მეფემ მახვილი უთავოდ დარჩა ბედგრული ფაშა, ომი გახურდა ემატა ბრაზმა, ქება და აზმა აფხაზ ვაშკაცებს, სამურზაყანოს ლომგული რაზმი დამხტურს პირველი შეაბარბაცებს, თვით ხუტუნია მცხენი გაკაფა, რვალად იქცია ბებერი ძვალი გაღმა გამოღმა მტერი გაკაფა, ბოლოს თავადაც დახუჭა თვალი, ეს გაელვება მამულს დაშენდა, გმირო მოხუცო დიდება შენდა. ტარვალი ჭარბი, ხარბი და ურჩი უკან დახევას ჯერ არ აპირებს, გარნა ბრძოლაში ავია გურჯი და ბოლოს მაინც გაინაპირებს, თითქოს შველა რომ აღარ სადარი, ისმის გრუხუნი მეხის სადარი, ეს ურახუნე ბრეგვაძე არის,
წიფლის წვეროზე გასულა ლამის მოგვეშვა ხო დიდ ზალიჯარი იმარჯვა მეფემ წახდა თათარი დაფრთხა ოსმალო შედრკა და იმწამს გურულთა გუნდი ჯიფურ მიჭარდა ისმის კივილი იანი ჩარდა და ოთხილები პოტნიან მიწას იმათ ყალდაკვალ გვინავს ბუტია ჭოლაური ხმლით მარყუჟებს ხლართავს მისი მხედრობა მტრის მაოტია და აგვირგვინებს ამ საქმეს მართავს ქვეყნიერებას ქართველი ერი შემორჩენია ნიჭად და წამლად ხმალზე შეგვადნა ურიცხი მტერი იმპერიები განქარდა კვამლად ჩვენებური კი ფიალი ხენის ერთგული თავის ჯიშის და წმენის იმასვე ოკავს იმასვე მღერის უძლებს შამთასვლას მიწვარეულს კვლავაც დაიცავს მშობლიურ კერას და მოინელებს კიდევ პარეორს ერს უწინამძღვრა მტერზე დაღლესილს ჭაბუყვან საქმით დევის ტოლა ასეთი ომი გარდახდა ხრესილს ასეთი ლომი ყავდა სოლომონ